de-Ivanishvilization or de-Ivanishvilization of Georgia. What does it mean, de-oligarchization? It means de-Ivanishvilization or de-Ivanishvilization of Georgia. გამარჯობა მეგობრებო, ფორმულას ეთერში თქვენ უყურებთ 215 ეპიზოდს გადაცემისა კვირაში ერთხელ მიშა მშვილდაძესთან. მიმდინარე კვირაში ქოცებმა უსამართლობის ფსკერზე ბურღი დაამონტაჟეს და ბურღვა დაიწყეს. უფრო ღრმად, მეტი შეგიძლიათ ბიჭებო, მეტი. სადღაც შეიძლება ნავთობიც იპოვოთ. პოლიტპატიმართა რიგებს ელენე ხოშტარია შეემატა. ახალის 4-ვე ლიდერი დაკავებულია, 4-ვე, 100%. აქ ნახდად ვერ გეტყვით, რომ მეტი შეგიძლიათ, არა, ეს მაქსიმუმია. ელენე ხოშტარია კალაძის ბანერზე წარწერის გაკეთების გამო დააკავეს. სისხლიანი ბანერების შემოქმედებმა ციხეში გაუშვეს ადამიანი ბანერზე წარწერის გამო. კიდე კაი სისხლები არ მიახატა. ხოშტარია უარს ამბავს დაცვაზე, ადვოკატზე, რატომ ბანერის დაზიანება ან რამის მიწერა არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. თუმცა ამაზე შეიძლება კამათი. პოლიტიკოსის ბანერზე საპროტესტო შინაარსის წარწერის გაკეთება სრულად ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, მაგრამ ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდია და წინასაარჩევნო პერიოდში ყველას უნდა მიეცეს კამპანიის ჩატარების შესაძლებლობა, ბანერზე წარწერის გაკეთება შეიძლება დაისაჯოს ჯარიმით, ადმინისტრაციული წესით. თუმცა ეს ჯარიმა უნდა იყოს მცირე, ვინაიდან ქმედების მიზანი პროტესტის გამოხატვაა და არა ქონების დაზიანება. თანაც წარწერა მარტივად შორდება და ამ წარწერებს არ აქვს მასშტაბური ხასიათი კამპანიის ჩატარებას რო აფერხებდეს. მოკლედ, ადმინისტრაციული წესით როგორ შეფასდეს, ამაზე კამათი შეიძლება. სისხლის სამართალზე საუბარი კი სრული სიგიჟეა დიქტატურის პირობებშიც კი. ამიტომ ხოშტარია უარს ამბობს ამ ცირკში მონაწილეობაზე. სერიოზული სახით უნდა ამტკიცოს სასამართლოში, რომ ბანერზე წარწერა სისხლის სამართალი არაა. არ უნდა ამ ფარში მონაწილეობა და უარს ამბობს დაცვაზე. დაცვაზე უარის თქმის შემდეგ ელენე ხოშტარიას მოსამართლემ სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა, რაზეც ელენემ ასევე უარი თქვა. წესით აქ უნდა დამთავრებულიყო ამბავი, მაგრამ არა. სახაზინო ადვოკატმა რას ქვია ჩემზე უარი თქვესო? და დაკავებულის ნების საწინააღმდეგოდ მაინც გამოცხადდა ელენესთან. ხოშტარიამ ადვოკატი გამოაგდო. თუმცა ადვოკატმა მე სამართალს მაინც აღვასრულებო და ასევე ხოშტარიას ნების წინააღმდეგ გადაწყვიტა გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება. აი, რას ნიშნავს სახელმწიფო ადამიანზე რო ზრუნავს. შეიძლება ტყუილად დაგიჭირონ, მაგრამ დაცვა ბოლომდე იბრძოლებს შენი უფლებებისთვის. უფასო ადვოკატი. მიმდინარე კვირაში კიდევ უფრო ღრმად წავიდა ქოცური სამართლიანობა. 15 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის აქციიდან წამოსულ დემონსტრანტებს თავს დაესხნენ უცნობი პირები. აქედან ერთს ჰქონდა იარაღი. აქციის მონაწილეებმა ამ ტიტუშკას იარაღი წაართვეს და პოლიციას გადასცეს. პოლიციამ ტიტუშკა დააკავა და ვინც იარაღი წაართვა, ლევან ჯობავა, გამოკითხა. აქამდე ყველაფერი სწორად მიდის, ხო? მაგრამ გრძელდება ქოცურად. მოგვიანებით პოლიციამ თავდამსხმელი იზოლატორიდან გაათავისუფლა და აღძრა საქმე ლევან ჯობავას წინააღმდეგ ძალადობის მუხლით. აი ასე ლამაზად. ეს უკვე ასეთი მეორე შემთხვევაა. ბექა გოცირიძე, ყოფილი ფეხბურთელი, თავდამსხმელი ამპლუითაც და რუსთაველზეც. გამოუშვეს და მისი გამნეიტრალებლები დააკავეს. მოკლედ, ასე დგას საკითხი, რომ ხელისუფლება აქციაზე აგზავნის ტიტუშკებს, ამ ტიტუშკებს თუ არაფერს ეტყვი, ჩმორი ხარ და ლიბერასტი და გაიგდებ პუტინის ქვეშ
გიჭერენ. ანუ ხელისუფლება გვაყენებს არჩევანის წინაშე, ან აიტანეთ ცემა და შეურაცხყოფა, ან ციხეში წახვალ. რომელი ავირჩიოთ? ჩემი აზრით, ვინც ასეთი არჩევანის წინაშე გვაყენებს, მათ უნდა გავაჯმეინოთ. სხვა გამოსავალი თუ იცით, დაწერეთ კომენტარებში. და ბარემ არხიც გამოიწერეთ. ზარის ღილა კი ჩართეთ. კოცებს რომ მოვიშორებთ, თქვენ გაიგონებთ ზარის ხმას. გადავიდეთ გადაცემის მეორე ნაწილზე, ჩაანალიზებაზე. ჯერ კოკა-კოლა მოვსვათ. ეს არის ნაღდი კოკა-კოლა, ორიგინალი. შიდა ქართლის კოლა არ გეგოთ. დღევანდელი ეპიზოდის ჩასაანალიზებელი თემაა გადუფცია. ტერმინი გადუფცია ნაწარმოებია სიტყვებისგან კორუფცია და გადაჯმა. სამწუხაროდ კორუფცია არ არის ის ტერმინი, რომელიც სრულყოფილად ასახავს საქართველოში არსებულ სიტუაციას. ეს აღარაა კორუფცია, ბიუჯეტის ხრამუნი, ქურდობა, უსირცხვილობა. კოცებს უწოდო კორუმპირებული რეჟიმი, ეს იგივეა, რომ ჰიტლერის და სტალინის რეჟიმზე თქვა, რომ ადამიანის უფლებებს სათანადო ყურადღებას არ უთმობ. იმისათვის, რომ დანაშაული ქურდობად დაკვალიფიცირდეს, აუცილებელია ფარულობის კომპონენტი. ანუ ქმედება ფარული თუ არ არის, ჩუმად თუ არ აკეთებ, ქურდობა აღარაა. ამიტომ კოცებზე ვეღარ ვიტყვით, რომ ბიუჯეტის ქურდები არიან. იმიტომ რომ აღარც მალავენ, აშკარად თავხედურად მოქმედებენ. ქვეყნიდან კორუფციის ხმა გადის. და ამიტომ დაგვჭირდა ახალი სიტყვა გადუფცია, გადაჯმული კორუფცია. ქვეყანაში ისეთ მასშტაბებს მიაღწია კორუფციამ, რომ ვიღაც კაცი დაიჭირეს 600 მილიონი დოლარი გაათეთრაო. თუ კი ეს სიმართლეა და ვიღაც კაცმა 2 მილიარდი ლარი გაათეთრა, ხვდებით ხო მაღალი თანამდებობის კოცები რა დღეში არის? თან კალათბურთელ ცინცაძესო კალათბურთის ფედერაციიდან პრემიის ფული ჩაერიცხაო, ეგიციან კოცებმა და 6 ტონა ფულის გათეთრება 3 წლის მერე აღმოაჩინეს. ბანკის ჩარიცხვის SMS-ი არ იყო მისული ჯერ ცინცაძესთან, სამთავრობო ტელევიზიებს უკვე ეწერათ ნიუსი, რომ აქციებზე მდგომ ცინცაძეს მაყუთები ჩაურიცხეთ. ეწერათ უკვე. გიორგი მეკთანხა პოლიტპატიმრებს მისცა მაშინვე, არ ეშლება არაფერი გიორგის, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი სხვა რამეა. თითოეულ თეთრს აკონტროლებენ კოცები. ყველაფერი იციან, მაგრამ 6 ტონა გათეთრებული ფული აი თურმე ახლა ამოაგდეს. 6 ტონა მაყუთი იმ ხელა ფულია, რომ გაფუჭდეს, ჩილი რომ გაუჩნდეს, 1-2 მილიონი მაგის გამოსწორებას დაჭირდება. 7 კუბამეტრ ფულზეა საუბარი. ანუ $100 პაკეტებად რომ დავაწყოთ 600 მილიონი დოლარი, 7 კუბური მეტრი იქნება დაახლოებით. სიგრძე სიგანე სადაც იქნება 1 მეტრი და სიმაღლე 7 მეტრი გამო. ანუ 2 სართულიანი შენობა ფაქტობრივად. გონივრულად თუ არ დავაწყობთ ამ $100-იანს და უბრალოდ ერთმანეთს მივაყრით 936 კილომეტრი ფული გამოვა. ესე თუ დავალაგებ. თბილისიდან ბუქარესტამდე სულ $100-იანები იქნება დაწყობილი. გაიგე? შეგვიძლია 4 ზოლიანი ფულის ხაზი დავაგოთ თბილისი, ბათუმი,
ბათუმი თბილისი თბილისი ბათუმი თბილისი 4-აზა ჩამწკრივდება ეს ფული რავი ამდენი ფულის გათეთრებას ედავებიან ვიღაც კაცს და მადლობა მითხარით რომ $100-იანებში დავთვალეთ თორე $1 ხვდებით ხო რა შეგვეძლო გომელა ურს ღარიბაშვილს ლილუაშვილს რიჟვაძეს და სხვებს რამდენსაც თხოვენ უკან ეგ თანხა კუპიურებით საკმარისია რომ გაჭიმო მთვარემდე აქედან გამომდინარე ჩემი აზრით ტერმინის კორუფცია გამოყენება ქოცებთან მიმართებით განმეორდები უხერხულია თვითონ კორუფციასთანაა უხერხული ამ ქვეყანაში ვის უკვირს ახლა კორუფცია ამ ქვეყანაში კი არა რაღაც დონის კორუფცია ნებისმიერ სახელმწიფოშია საბჭოთა კავშირში გვიცხოვრია ბოლო კორუფციის ბიჭო ვინ უნდა გააკვირო რუსეთის მეზობლად ცხოვრობთ ბოლო სადაც უკრაინის დასაპყრობი ფული შეჭამეს ვინ უნდა გააკვირო კორუფციით მაგრამ ქოცებმა მოახერხეს და კორუფციის აღნიშნული ახალი ტერმინის გამოგონების საჭიროება გაგვიჩინეს რავი ჩვენ გადუფცია მოვიფიქრეთ უკეთეს ნეოლოგიზმს ვინმე თუ მოიფიქრეთ დაწერეთ კომენტარებში და რავი მომავალში თქვენს ტერმინს დავამკვიდრებთ ჩვენი გადაცემის ძირძველ მაყურებლებს ახსოვთ ეპიზოდები ბიუჯეტის ხრამუნი და ბიუჯეტის ხრამუნი 2 ქოცებს კორუფცია ადრეც ისეთი მასშტაბური ჰქონდათ რომ ვერ მივხვდით როგორ დაგველაგებინა და ბოლოს ანბანის მიხედვით დავალაგეთ ანბანის თითოეულ ასოზე თითო ბიუჯეტის ხრამუნი გითხარით მაშინ ვიფიქრეთ რომ ამაზე მასშტაბურ ჩაანალიზებას ვეღარ გავაკეთებ კუპიურებით ბუქარესტამდე თუ ჩავიდოდით მაშინ ნამდვილად ვერ ვიფიქრებით და ეს ხალხი თან გვესაუბრება პატიოსნებაზე სამშობლოს სიყვარულზე ტრაბახობდნენ გახსოვთ კალაძე ხელფასს არ იღებსო გახსოვთ ხელფასს გაჭირვებულებს ურიცხავსო 2018 წელს ირაკლი კობახიძემ განაცხადა ჩვენი გუნდის ლიდერებს წირო დაუდო ფული ხელს არ მოკიდებს არც ერთი თურმე მართალია კობახიძე რას მოკიდებ ხელს ტრაქტორი გინდა მინიმუმ წაიღო უფალი ამბობს დიდრები 64-ში ვერ მოხვდებიანო მაგრამ ამათ იმდენი იშოვეს რომ რაღაცას ბადაც იჩალიჩა ქოცებმა მოახერხეს და ქვეყანაში საბიუჯეტო კორუფცია დახურეს ამოწურეს ანუ საბიუჯეტო კორუფციას აქვს ლიმიტები პირველი ლიმიტი თვითონ ბიუჯეტია რაც გაქვს ბიუჯეტი იმაზე მეც ვერ მოიპარავ ამას დამატებული აუცილებელი ხარჯები ანუ პენსია უნდა დაარიგო ხელფასები უნდა დაარიგო ტენდერების იქით ვერ მიდიხარ თან ამ ტენდერიდან თანხის ნაწილით რაღაც უნდა გააკეთო ცუდად მაგრამ და გააკეთო სიტყვაზე ზუგდიდის სტადიონი და კი მოტეხეს ფული მაგრამ მთლიანად ვერ რაც აშენდა ის ნანგრევები ნანგრევები აშენეს ნანგრევები აშენეს მაგრამ ხარჯი მაგასაც აქვს ბეტონი ტრანსპორტირება მუშების ხელფასი და დანარჩენი ფული მოტეხეს ანუ საბიუჯეტო კორუფციას ეგ შეზღუდვა აქვს რაღაცის ნაწილი მიგაქვს ამიტომ ქოცებმა იფიქრეს და გაცდნენ საზღვრებს ბიუჯეტს მიღმა სქემები მოიფიქრეს ფულის საკეთებლად მაგალითად კოლცენტრები ქოცებმა დანერგეს ძალიან წარმატებით განავითარეს სასწაულ მასშტაბებზე გავიდნენ წარმოუდგენელ თანხებზეა საუბარი ათეულობით მილიარდზე სამთავრობო ტელევიზიები რო აშავებენ ევროპას რომ კრიზისიაო ფული აღარ აქვსო ევროპასო ბოლომდე კი არ ტყუიან გაპარსეს ევროპელი პენსიონერი კოლცენტრების ბიზნესმა ამოწურა თავი იმხელა მასშტაბებზე გავიდე რომ ევროპელებთან თავის მართლება მოუწიათ რომ ჩვენ არ ვფარველობთო კოლცენტრებსო და საჩვენებლად რამდენიმე სპეცოპერაცია ჩაატარეს ეგ ამბავი რომ დამტკიცდეს რომ საქართველოს ხელისუფლება კოლცენტრებს ფარველობს და ევროპელ პენსიონერებს მაყუts ახევს ყველანაირი ხუმრობის გარეშე ომი დაიწყება დაგვწყებენ ამიტომ ესენი შიგადაშიგ ევროპელებთან თანამშრომლობენ იძიებენ ხოლმე რომ კოლცენტრი ყოფილა ეს ბოზები მოკლედ
პერიოდულად ქოცებს საკუთარი ბიზნესების დაწიოკებაც უწევთ. სხვანაირად არ გამოდის. იგივე შემთხვევა ქართლის გრეი გუსებზე და ჩივას რეგალებზე. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 17 სექტემბრის დილას გაავრცელა ინფორმაცია 7 ადამიანის დაკავების შესახებ. ისინი გორში მოქმედ არალეგალურ სასმელების ქარხანასთან არიან დაკავშირებული, სადაც კუსტარულად აწარმოებდნენ ბრენდული სასმელების ფალსიფიკაციას. იქვე ნაპოვნია უაქციზო სიგარეტების საწყობიც. ამოღებულია 75,127 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318,000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. მოდი გავიაზროთ ეს მასშტაბიც. კი ბატონო, სახლში შეიძლება მოაწყოს ვინმე პატარა ვანა ტუალეტ ქარხანა და თვეში 200-300 ბოთლი ჩივასი გააყალბოს და მთავრობამ დიდი ხანი ვერ გაიგოს. ოკეი, ეგ წარმოსადგენია, მაგრამ ქარხანაზე ვსაუბრობ. ქარხანა 75,000 ბოთლი სასმელი. ერთმანეთზე თუ დააწყობ 75,000 ჩივას რეგალს ერთმანეთზე თუ დააწყობ, ზედა ბოთლები სტრატოსფეროში გადის. სტრატოსფეროში. სტრატოსფეროში დალევა კი გაასწორებდა ეს. მან ტემპერატურა არის -60-70 გრადუსი, მისწრებაა ჩივას. ისეთ ცივა, სურო გორის ჩივასი იყოს ჯანდაბა. მან უჟანგბადობით მაინც განწირული ხარ სიკვდილისთვის. ავე, კანდელაკის ჩივასი მოკლავს თუ უჟანგბადობა, რა მნიშვნელობა არა. ხო და ვის გჯერათ, რომ ამ მასშტაბის ქარხანაზე ქოცებმა არაფერი იცოდნენ ამდენი წელი. ან ასე შევხედოთ. მთავრობასთან დალაგებული თუ არ ხარ, აი ამ ხელა ქარხანას გახსნი. 75,000 ბოთლს ჩამოასხამ იმ იმედით, რომ ვერავინ ვერ გამიგებს. ბიჭო, უკანონო ვიცი მე ჯიხური, მიშენება, ტუალეტი, უკანონო ქარხანა. ინვესტიცია უნდა ჩადო მილიონობით, რომ გამართო საწარმო, მუშახელი დაიქირავო, ლოჯისტიკა აწყო და ამ ყველაფერს აკეთებ იმ იმედით, რომ ვერ დამინახავე. რა თქმა უნდა, მაგ ქარხნის უკან დგანან ქოცები. აკეთებდნენ ფულს და წილები ადიოდა მამა მარჩენალთანაც. ტელეკომპანია ფორმულა ვერ მოახერხეთ, რომ შენობაზე დავიწეროთ ფორმულა. იერსახეს ამახინჯებ თუ მართლა მთავრობასთან დალაგებული თუ არ ხარ, ფორმულა რო ხარ, მაგას ვერ იწერ. და ქარხანას გააკეთებ მთავრობასთან დალაგების გარეშე. 300,000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. 300,000 თელ საქართველოს შეგვიძლია ერთი დღე ვწიოთ უაქციზო სიგარეტი. ეს ერთი პარტია ერთი დღე მთელ საქართველოს გვეყოფა და რამდენი პარტია შემოდიოდა აქამდე, ვიცით, არ ვიცით. რა შეიძლება იყოს იმაზე უარესი, ვიდრე მთავრობა, რომელიც კორუფციაში ტივტივებს. ამაზე უარესია, როცა მაყუთს აკეთებ ისე, რომ მტერს ოკუპანტ სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარები. იმ 7 კუბამეტრ ფულს რო დაუბრუნდეთ. მეორე დღეს პროკურატურამ გითხრა, რომ დამნაშავეს რუბლი შემოჰქონდა და რუბლს ათეთრებდა. რუბლებზე რუსეთი გაგვახსენდა, თუმცა დაგვამშვიდეს, რომ რუბლები აზერბაიჯანიდან შემოდიოდა. ორი რამის თქმა მინდა. არ გჯერა, დაუშვათ აზერბაიჯანიდან შემოდიოდა. აზერბაიჯანში საიდან შედიოდა? ალბათ უკანასკნელი ქოციც დამეთანხმება, რომ რუბლი რო წაიღო აზერბაიჯანში, მერე შვედეთში, იქიდან მონღოლეთში, სამხრეთ აფრიკაში და აი იქიდან შემოიტანო საქართველოში, მაინც რუსული იქნება. რამდენი ქვეყანაცა უნდა შემოატარო,
რუბლს რუსეთი ბეჭდავს და რუსეთს ჭირდება დოლარი სანქციების პირობებში. ამიტომ აქ გათეთრებული ნებისმიერი რუბლი არის რუსული საქმე და უკრაინაში ბავშვების ხოცვაში ხელი შეწყობა. კოცებო, დამიჯერეთ რომ უკრაინელი ბავშვების სისხლით ნაშოვნი ფული არ შეგრჩება. ძმრად ამოგადენენ თითოეულ რუბლს. ჩვენ თუ ვერ უკრაინელები. მორჩება ეს ომი და უკრაინა მიაკითხავს ყველას, ვინც მის სისხლზე ხელი გაითბო. ნუ ხართ ფულის მონები. ისე მაინც აკეთეთ ფული, რომ დედამიწის მეორე არმია არ გადაიმტეროთ. ფულის გათეთრების საქმეზე ჯერ მხოლოდ ერთი ადამიანია დაკავებული. ვინმე კახა. არ მასვენებს ერთი კითხვა. შეძლებდა კი მარტო კახა ამ ყველაფერს. შეძლებდა საქართველოს ეროვნული ბანკის, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის და კიდევ ერთი 200 კაცის გარეშე. ეროვნულმა ბანკმა ვიცითო ჩვენზე გააქვთ ეჭვიო და არც კი იფიქროთ ჩვენ კაი ხალხი ვართო, ციტირებთ სების განცხადებას. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გავმარტავთ, რომ სავარაუდო უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად თანამშრომლობდა შესაბამის უწყებებთან. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ეროვნული ბანკი იყენებს შესაბამის საზედამხედველო ხსომებს. აქვე აღნიშნავთ, რომ ზედამხედველობის ხარისხი მუდმივად დადებითად ფასდება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. 600 მილიონი შეკითხვა გამიჩნდა. და რამდენიმეს დავსვამ. პირველი, მილიონი დოლარი რო გაათეთრეს, რატო ვერ გაიგეთ? მეორე, 2 მილიონი რო გაათეთრეს, რატო ვერ გაიგეთ? მესამე, 3 მილიონი რო გაათეთრეს, რატო ვერ გაიგეთ? რავი, აღარ გავაგრძელებ, ხვდებით ხო რამდენი შეკითხვა მაქვს. დაკავებულის ადვოკატმა მოსამართლეს გირაო შესთავაზა 50,000. არაო მოსამართლე. მეტი ფული აღარ შეუთავაზებიათ. შავი ფულიც აღარ აქვს, თუ გაათეთრეს. დაველოდოთ გამოძიებას, გამოიკვეთებიან ამ საქმეში სხვა ფიგურანტების, თუ არა და მართლა ყოჩახ, კახა. ეჭვი მაქვს, ეს საქმე აქ არ დასრულდება, ეს საქმე დაიკიდება დამოკლეს מחვილივით და ვინც რამეს არასწორად გააკეთებს, აღმოჩნდება, რომ ის მდგარა კახას უკან. ღარიბაშვილი არ იქნება ჭკვიანად. ღარიბაშვილი იქნება კახას უკან. ლილუაშვილი არ იქნება ჭკვიანად. ლილუაშვილი აღმოჩნდება კახას უკან. არც ლილუაშვილი იქნება ჭკვიანად და არც ღარიბაშვილი. ლილუაშვილი იქნება კახას უკან. ღარიბაშვილი იქნება ლილუაშვილის უკან. ისეთი საქმეა რა, რომ აი თალგამივით საქმეა. ყველას დაიჭერ, ჩამწკრივებ კახას უკან. იმ ხელა ფულზეა საუბარი, რომ 100 ბრალდებულს დაიტევს, გაიგე? რატომ დაიწყეს კოცებმა კორუფციის სქემების გამოაშკარავება? ამით ხო დიდ რეპუტაციულ ზიანს იღებენ. კი ბატონო, ეს საქმეები დიდ დარტყმას აყენებს კოცების რეპუტაციას. ხო და მაშინ რატომ აკეთებენ? არ ვიცი. რა ვიცი? ის ვიცი, რომ ამათ თუ არ მოვიშორებთ, თვითონაც გადაიჩეხებიან და მთელ ქვეყანასაც გაგვიყოლებენ. ბოლოს მთელი ქვეყანა რაღაც თაღლითური სქემის ნაწილი აღმოუჩნდებით და ყველას დაგვიჭერს ინტერპოლი. მოკითხვა ყველა პოლიტპატიმარს, მადლობა თქვენ გამძლეობა და ჯანმრთელობა. იმედია 5-ში ერთად ვიქნებით, ან 6-ში, ან 7-ში, ან 15-ში. როდის არ ვიცი, მაგრამ უკან გზები რო ჩახერგილია, ეგ ეხა ფაქტია. სულ ესა, რას დღეისთვის ვიძებდა. მადლობთ ყურადღებისთვის. შევხვდებით მომავალ შაბათს ფორმულად.